Almebit, დღეს ჩვენ ვართ აუსრულებელი ოცნებების და დანგრეული მითების ქალაქში. Ამ ქალაქს ქვია წყალტუბო. დღეს ეს ქალაქი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათი, მაგრამ სამწუხაროდ ის არის ჩამოშლილი ეკონომიკის, უმუშევრობის, უპერსპექტივობის, სიღარიბის და ემიგრაციის ქალაქი. ეს უნდა იყოს ქალაქი, რომელიც იზიდავს საქართველოს და იზიდავს მსოფლიოს, მაგრამ სამწუხაროდ ეს არის ქალაქი, რომელსაც ტოვებენ ადამიანები. ბოლო 13 წლის განმავლობაში წყალტუბოს მოსახლეობა შემცირდა 21,000 ადამიანით. ეს უნდა იყოს ქალაქი, რომელიც ასაქმებს ათობით 1000 ადამიანს, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ეს არის ქალაქი, რომელსაც ყავს 8000 სოციალურად დაუცველი ადამიანი. დღეს ქალაქი, რომელიც იმერეთს და სრულიად დასავლეთ საქართველოს უნდა ასაქმებდეს და რომელიც ერთ-ერთი ეკონომიკური ღერძი უნდა იყოს, რეალურად საკუთარ მოქალაქეებსაც კი ვერ ასაქმებს. 2015 წელს, 10 წლის წინ, ქართულმა ოცნებამ გასცა ცრუ დაპირება, რომ აი აქ იქნებოდა 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო. დღეს 10 წლის თავზე ჩვენ ვხედავთ, რომ აქ არის კვლავაც ქოცური ნანგრევები. და ეს არის საუკეთესო სახე აი მშულერობისა, იმ არაკომპეტენტურობისა და იმ ანტიქართულობისა, რასაც განასახიერებს ქართული ოცნების ხელისუფლება. 6 წლის წინ ამ ქვეყნის მთავარმა თაღლითმა ივანიშვილმა თქვა, რომ იგი პირად რესურსს და ყურადღებას გაიღებდა იმისათვის, რომ მომხდარიყო წყალტუბოს სრულყოფილი ეკონომიკური და ტურისტული რეაბილიტაცია. მაგრამ 6 წლის თავზე, არათუ 22 მას არც ერთი სასტუმრო არ გამოუსყიდია, არც ერთი ადამიანი არ დაუსაქმებია და არც ერთი პროექტი არ წაუყვანია წინ, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ქართული ოცნება არის ჩამოშლილი, აუხსნელი ოცნებების დანგრეული ეკონომიკის და ანტიქართული იდეოლოგიის გამტარი პოლიტიკური ძალა და სწორედ ამიტომ ჩვენ ყველანი მას უნდა დაუპირისპირდეთ ჩვენი ბრძოლით, მას უნდა წავართვათ წყალტუბო, წავართვათ იმერეთი, წავართვათ მთელი საქართველო. ჩვენ აქ უნდა შევქმნათ ათობით 1000 ახალი სამუშაო ადგილი, აქ უნდა შევქმნათ სოფლიო მიზიდულობის კერა და უნდა გავათავისუფლოთ საქართველო და უნდა შევქმნათ 200,000 ახალი სამუშაო ადგილი, როგორც ახალი ძლიერი ქართული სახელმწიფოს საწინდარი და როგორც ისეთი სახელმწიფოს საწინდარი, სადაც ქართველებს დაედგომებათ, გააჩნიათ ადეკვატური შემოსავალი, არ უწევთ ემიგრაციაში გადახვეწა და სადაც ადამიანი თავს გზობს სრულფასოვან მოქალაქედ. ამიტომაც მინდა ყველა წყალტუბოს, ყველა იმერელს და ყველა ქართველს მოუწოდა ბრძოლისკენ ბოლომდე იმისათვის, რომ გავათავისუფლოთ წყალტუბო, აქ შევქმნათ ახალი დასაქმების კერა, აქ ჩამოდიოდეს მთელი მსოფლიო, ეს იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული, ტურისტული და სოციალური ცენტრი ჩვენს ქვეყანაში, იმისთვის, რომ იმერული ეკონომიკა და დასავლურ ქართული ეკონომიკა და ქართული ეკონომიკა გავზარდოთ და გავაორმაგოთ და იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში დავიბრუნოთ ჩვენი ქართული სახელმწიფო და დავუბრუნოთ ქართული სახელმწიფოს საკუთარ ევროპულ გზას. მადლობა.